მოგესალმებით, დღეს მე გამოვაცხობ შოკოლადის ბლინებს, რისთვისაც ჯერ კვერცხი უნდა გავტკბოთ წიგნ შაქართან და მარილთან ერთად. იმისთვის ჯერ მოვათავსებ კვერცხს. შემდეგ დავუმატებ ოდნავ მარილს. აქ მაქვს 2 სუფრის კვერცხის შაქარი. ეხლა უნდა გავტკბო კარგად. შემდეგ ვუმატებ თბილ რძეს. ამასიდან დავამატებ ნახევარს შემდეგ ჩავამატებ. ისევ გადავუღიოთ. ვამატებთ 2 სუფრის კვერცხის ზეთს. შემდეგ ვამატებთ ქვილს, რომელიც უნდა გავცრათ. ქვილი და კაკაო. კაკაო მიახლოებით 20 გრამი, 2 სუფრის კვერცხი. უნდა გავცროთ და გადავუღიოთ. დავამატე, კარგად უნდა გადავუღიოთ. აქვე ვამატებ დარჩენილ რძეს და ისევ გავაერთიანებ. ცომი ბლინის მზად არის, თუ თხელი იქნება თქვენთვის შეგიძლიათ ქვილი დაამატოთ, თუ უფრო სქელი იქნება, ფულს გააჩნია, შეგიძლიათ რძე დაამატოთ ან წყალი. ეხლა ცოტა ხანი დავასვენებ ბლინის ცომს და გადავალ შიგთავსის მომზადებაზე. გულსართისთვის მე გამოვიყენებ ხაჭოს, ცოტა არაჟანს, 2 სუფრის კვერცხის მიახლოებით, გამოვიყენებ ცოტა ვანილს და ქოქოსის ფანტელს. გემოსთვის თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი გულსართი გამოიყენოთ, კრემყოლი ან რაც გნებავთ. გადავიტან ეხლა და უნდა გავაერთიანო ბლენდერში ჩემი ხაჭო და არაჟანი. აქვე დავამატებ შაქარსაც. სურვილის მიხედვით, თუ ტკბილი გიყვართ, უფრო ტკბილი, რა თქმა უნდა, გულსართი. ისევ გადავურებ. დავაბლენდერე. აი მივიღე ესეთი კრემისებური მასა, სქელი. ბლინზე წასასმელად თქვენ როგორც გითხარით, ნებისმიერი გულსართი, ნებისმიერი ჯემი შეგიძლიათ გამოიყენოთ. აქვე ჩავამატებ ქოქოსის ფანტელს და კარგად გადავურებ ისევ. დაისვენა გულსართმა, უბრალოდ ბლინების ცომა. აი ესე ყოველ დასმის წინ მოურევ კარგად. ტაფაზე შეგვიძლია პირველ ჯერზე დავასხათ ოდნავ ზეთი წავუსვათ. შიგნით აქვს ზეთი, ამიტომ თუ ტაფა არ იკრავს, არ უნდა. მაგალითად არ უცმევ, კარგად გავაცხელებ და საშუალოზე დაბალ ცეცხლზე შევწავ ახლა მე ბლინებს. სად არის როგორც ხედავთ ჩემი ბლინები. ეხლა მე წავუსმევ ჩვენს გულსართს სათითაოდ და გადავახვევ. ისე გადავიტანე ხათებზე. გადავანაწილებ. გულსართი ისეთი გემრიელი გამოვიდა, რომ მე მგონი ბლინის ტორტისთვისაც ძალიან გემრიელი იქნება. აქ მაქვს მე ყურძნის მურაბა, ამიტომ მარტო წვენს გამოვიყენებ და ესე ერთ მხარეს გადავანაწილებ. ჯემი არ მაქვს ამ წუთას, ძალიან მოუხდება მალინის ჯემი. თქვენი სურვილის მიხედვით, რა თქმა უნდა, რაც გნებავთ, შეგიძლიათ შიგნით მალინაც ცოცხალი ან გაყინული და გამღვალი. აი ესე გადავახო ახლა. გადავიტან თოკეთებზე. ესე გადავახო ახლა დანარჩენებსაც. მე აქ მაქვს კიდე ჩემი გაკეთებული კარამელი. აი ესე. ესეთი. ახლა ამას წავუსმევ, შემდეგ წავუსმევ ხაჭოს კრემს. შუაში აი ესეთი სულამაზე ბლინებია. დავალაგებ. ესე დავჭრე ახლა. სად არის? ახლა ცოტა შაქრის ნოტები.
მზად არის. ესე გამოიყურება. მომზადეთ და გემრიელად მივთვით. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.